ლოცვა იკითხება სამჯერ და იკითხება, რა თქმა უნდა, ბრძანებით ფორმაში. როცა ჯადოებს ხსნით, ყველა ლოცვა უნდა იკითხებოდეს ბრძანებით ფორმაში, რადგან ჩვენ კი არ ვეხვეწებით უწმინდურ ძალას, არამედ ვაგდებთ. სახელისა მამისათა დაძისათა დასულისა წმინდისათა ამინ. სამი გზის იქით, სამი ტყის იქით, სამი ზღურბლის იქით, სამი სახურავის იქით, წმინდა ადგილებში, წმინდა ნაკვალევზე, მოდიან სამი წმინდანი, საყოველთაო სამყაროს უდიდესი და ძვირფასი მოძღვარნი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, მოდიან საუკუნეთა მიერ ნაკურთხი წმინდა წიგნებით, ღვთის კანონებს იცავენ და აღასრულებენ, სიბილწისა და ბოროტებისაგან ანთავისუფლებენ, დაცვას აფენენ ყოველგვარი სნეულებისაგან და ადამიანებს ხსნიან სხვის მიერ გადმოტანილ ავადმყოფობებს. დიდებული წმინდანები ფერფლად და მტვრის სვეტად აქცევენ ყოველგვარ გადმოტანილ სნეულებას, აქრობენ და განაქარვებენ მათ და მონაღვთისა სახელი იცავენ ყველა დადებული ავადმყოფობებისაგან, ხოლო ის ბოროტის სული, რომელიც ფარულად შეეცდება ავადმყოფობების, ტანჯვისა და წამების გადმოტანას, მონაღვთისა სახელზე, ვისაც საკუთარი და სხვისი სნეულების გადმოტანა განუსაზღვრავს, თავადვე სასტიკად დაისაჯოს საკუთარი ქმედებებისთვის. მისი სული შეიძრას და აფორიაქდეს, მფარველი ანგელოზი გაექცეს, გონება დაუბნელდეს და გაუწყალდეს, ხოლო სხეული დაუმძიმდეს ვითარცა კუნძი, განეშორე და დატრიალდი, საკუთარ გამომგზავს მიუბრუნდი და ძაღლივით მიეკარი მას, გაიფანტე და გაქრი, ამიერიდან და უკუნისამდე დაიკარგე და თქვენ უსახური სნეულებების გადმომტანო, უგულო და ბოროტო სულნო, ცოდნე და უმეცარო, ჯადოქარნო, ამ დღიდან თქვენი ბოროტების გამო იტანჯეთ და კეთილ ადამიანებს ჩამოშორდით, გეშინოდეთ სიცოცხლის, გეშინოდეთ დღის და ღამის, იჯექით დამტრეულ ღობესთან. ხსნა თქვენთვის არ იყოს, მხოლოდ ტანჯვა გერგოთ. ჩემი სიტყვა პირველი და მეორეა, გადმოტანილ ავადმყოფობებსა და ბოროტებას ადგილი აღარ დარჩეს. გასაღები, კლიტე, ენა, ამინ. სახელისა მამისათა დაძისათა დასულისა წმინდისათა ამინ. სამი გზის იქით, სამი ტყის იქით, სამი ზღურბლის იქით, სამი სახურავის იქით, წმინდა ადგილებში, წმინდა ნაკვალევზე, მოდიან სამი წმინდანი, საყოველთაო სამყაროს უდიდესი და ძვირფასი მოძღვარნი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, მოდიან საუკუნეთა მიერ ნაკურთხი წმინდა წიგნებით, ღვთის კანონებს იცავენ და აღასრულებენ, სიბილწისა და ბოროტებისაგან ანთავისუფლებენ, დაცვას აფენენ ყოველგვარი სნეულებისაგან და ადამიანებს ხსნიან სხვის მიერ გადმოტანილ ავადმყოფობებს. დიდებული წმინდანები ფერფლად და მტვრის სვეტად აქცევენ ყოველ გადმოტანილ სნეულებას, აქრობენ და განაქარვებენ მათ და მონაღვთისა სახელი იცავენ ყველა დადებული ავადმყოფობებისაგან, ხოლო ის ბოროტის სული, რომელიც ფარულად შეეცდება ავადმყოფობის, ტანჯვისა და წამების გადმოტანას მონაღვთისა სახელზე, ვისაც საკუთარი და სხვისი სნეულების გადმოტანა განუზრახავს, თავადვე სასტიკად დაისაჯოს საკუთარი ქმედებისთვის. მისი სული შეიძრას და აფორიაქდეს, მფარველი ანგელოზი გაექცეს, გონება დაუბნელდეს და გაუწყალდეს, ხოლო სხეული დაუმძიმდეს, ვითარცა კუნძი, განეშორე და დატრიალდი, საკუთარ გამომგზავს მიუბრუნდი და ძაღლივით მიეკარი მას, გაიფანტე და გაქრი, ამიერიდან და უკუნისამდე დაიკარგე და თქვენ უსახური სნეულებების გადმომტანო, უგულო და ბოროტო სულნო, ცოდნე და უმეცარნო ჯადოქარნო, ამ დღიდან თქვენი ბოროტების გამო იტანჯეთ და კეთილ ადამიანებს ჩამოშორდით, გეშინოდეთ სიცოცხლის, გეშინოდეთ დღისა და ღამის, იჯექით დამტრეულ ღობესთან. ხსნა თქვენთვის არ იყოს, მხოლოდ ტანჯვა გერგოთ, ჩემი სიტყვა პირველი და მეორეა, გადმოტანილ ავადმყოფობებსა და ბოროტებას
ადგილი აღარ დარჩეს, გასაღები, კლიტე, ენა, ამინ. სახელისა მამისათა დadzისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სამი გზის იქით, სამი ტყის იქით, სამი ზღურბლის იქით, სამი სახურავის იქით, წმინდა ადგილებში, წმინდა ნაკვალევზე. მოდიან სამი წმინდანი, საყოველთაო სამყაროს უდიდესი და ძვირფასი მოძღვარნი. ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი. მოდიან საუკუნეთა მიერ ნაკურთხი წმინდა წიგნებით. ღვთის კანონებს იცავენ და აღასრულებენ, სიბილწისა და ბოროტებისაგან ანთავისუფლებენ, დაცვას აფენენ ყოველგვარი სნეულებისაგან და ადამიანებს ხსნიან სხვის მიერ გადმოტანილ ავადმყოფობებს. დიდებული წმინდანები ფერხლად და მტვრის სვეტად აქცევენ ყოველ გადმოტანილ სნეულებას, აქრობენ და განაქარვებენ მათ და მონა ღვთისას სახელი იცავენ ყველა დადებული ავადმყოფობებისაგან. ხოლო ის ბოროტის სული, რომელიც ფარულად შეცდება ავადმყოფობის, ტანჯვისა და წამების გადმოტანას მონა ღვთისა სახელზე, ვისაც საკუთარი და სხვის სნეულების გადმოტანა განუზრახავს, თავადვე სასტიკად დაისაჯოს საკუთარი ქმედებისთვის. მისი სული შეიძრას, დაფორიაქდეს, მფარველი ანგელოზი გაექცეს. გონება დაუბნელდეს და გაუწყალდეს, ხოლო სხეული დაუმძიმდეს. ვითარცა კუნძი, განეშორე და დატრიალდი, საკუთარ გამომგზავს მიუბრუნდი. და ძაღლივით მიეკარი მას, გაიფანტე და გაქრი, ამიერიდან და უკუნისამდე დაიკარგე და თქვენ, უსახური სნეულებების გადმომტანო, უგულო და ბოროტო სულნო, ცოდნე და უმეცარნო ჯადოქარნო, ამ დღიდან თქვენი ბოროტების გამოიტანჯეთ და კეთილ ადამიანებს ჩამოშორდით. გეშინოდეთ სიცოცხლის, გეშინოდეთ დღისა და ღამის, იჯეკით დამტვრეულ ღობესთან, ხსნა თქვენთვის არ იყოს, ხოლო ტანჯვა გერგოთ, ჩემი სიტყვა პირველი და მეორეა, გადმოტანილ ავადმყოფობებსა და ბოროტებას ადგილი აღარ დარჩეს, გასაღები, კლიტე, ენა, ამინ.